როდესაც მიდისათა ამინ. ეკლესია ეს არის მიწიერი სამოთხე. ანუ დედამიწაზე სამოთხე ეს არის ეკლესია. აი აქ არის ის ადგილი, სადაც ადამიანი ურთიერთობს განსაკუთრებულად ღმერთთან. ღმერთთან შეერთება ხდება. არა მარტო ღმერთთან, არამედ თითოეულ ადამიანთან ზიარების მეშვეობით. თითოეული საიდუმლოებები, რაც დაწესებულია ეკლესიაში აღესრულება ეს. ნათლისღება იქნება, მირონცხება იქნება, მგლად-კურთხევა იქნება, ზეთის-კურთხევა იქნება. აღესრულება ტაძარში, აღსარება, ზიარება, ეს არის ის განსაკუთრებული ადგილი, სადაც ისმის ღვთის სიტყვა. ასე რომ ჩვენ შემთხვევაშიც აი ამ მიწიერ სამოთხეში ადამიანები არ მოდიან და რა თქმა უნდა ეს მიწიერი სამოთხე ეკლესია არის განსაზღვრელი ადამიანის ცხონებისთვის. როდესაც აქ არ მოდიხარ და უფალი ამბობს მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. თუ აქ არ მოდიხარ, მის მცნებებს, რომელიც შენ გიკვალავს გზას და მიყავხარ ღმერთამდე და იმ ვიწრო ბილიკით უნდა გატაროს. იწრო არც ბჭე და საჭირველ გზა. აი ვიწრო გზით უნდა გატაროს და შეგიყვანოს სათა სასუფეველში. აი მისი მიერ დაწესებული მცნებების მეშვეობით, აი იმ საიდუმლოებების მეშვეობით უნდა განგწმიდოს, უნდა გამოგახურვოს, როგორც ოქრო გამოიხურვება, სპილენძი ცალკე მიდის, იქ სხვა მეტალები ცალკე მიდის, მაგრამ ის ბაჯაღლო უნდა დარჩეს და ის არის ძვირფასი. ასე რომ ადამიანი უნდა განიწმინდოს, უნდა განეშოროს მანკიერებას, სიბოროტეს, სნეულებებს, ეს ვნებები რაც გვაქვს ჩვენ, ამ ყველაფერს უნდა განეშოროს, განიწმინდოს ამისგან და ამას აკეთებს ეკლესია. ამისთვის გვჭირდება ჩვენ ეკლესია. აი ამისთვის არის ღმერთთან ურთიერთობა, ეს მცნებები. თორე ღმერთს არ ჭირდება ჩვენ მიერ გაღებული მსხვერპლი, არც სხვარი ჭირდება, არც ხარი ჭირდება, არაფერი არ ჭირდება, ღმერთი თვითკმარია. მას არ ჭირდება ვინმე ან რამე რომ განიცადოს ბედნიერება. ღმერთი თავად არის ბედნიერება, ის არის მომნიჭებელი. მაგრამ ჩვენ გვასწავლის იმას, რომ იქნები ჩემთან, იქნები ბედნიერი. იმიტომ რომ მე უნდა მოგანიჭოს ბედნიერება, მაგრამ არ გინდა ჩემთან ყოფნა, იქნები გაუბედურებული, რადგანაც სიხარული, სიამოვნება მოაქვს ბედნიერებას და სიყვარულის გრძნობას. საპირისპირო მდგომარეობა ეს არის უბედური მდგომარეობა და მაგრამ რატომღაც მაინც უჯერებთ სხეულის მოთხოვნილებას და უბედურ მდგომარეობაში ვიგდებთ საკუთარ თავებს. ერთი სიმპტომი არის ასეთი, სანამ იონე ოქროპირის ლოცვის შესახებ წავეკითხავდე სიტყვას და ლოცვა ეს არის შეერთება ღმერთთან, საუბარი ღმერთთან და შეერთება ღმერთთან. სიმპტომი მაგალითად სხეულის დაუძურების, დაავადების, ავადმყოფობის სიმპტომი ეს არის უმადობა. როდესაც მადას დაკარგავს ადამიანი და არ უნდა საჭვლის მიღება, ეს ნიშანია იმისი, რომ რაღაცა პრობლემა აქვს სხეულს. ამიტომ სიგნალს გაძლევს. აი ამ მოქმედებით. ასე რომ, როდესაც ადამიანი ვთქვათ, კარგავს, უძლურდება, ავადდება და არ უნდა ლოცვის წაკითხვა, არ უნდა ღმერთთან ურთიერთობა. ეს უკვე ნიშანია მისი უმძიმესი მდგომარეობის. სიგნალს გაძლევს ამითი, რომ რაღაცა პრობლემა გაქვს შენ. ამიტომ უნდა გამოასწორო. სინდისის ხმას ჩაუკვირდი, განმარტოვდი ცოტა ხანი, 1-15-20 წუთი ოთახში საკუთარ თავთან და ჩაუფიქრდი შენ თავს, რამე ხო არ მოხდა შენსა და ღმერთს შორის. რამე ხო არ მოხდა ისეთი, რამაც გამოიწვია განშორება ღმერთთან. აქედან გამომდინარე უკვე ჩვენ სინდისი, რომელიც ღმერთის ხმა არის ჩვენში ჩადებული, გვეტყვის, რომ აი ეს დააშავე, აი ეს პრობლემა გაქვს და ასე შემდეგ. და უნდა გამოასწორო ეს აუცილებლად, რომ ისევ მოგივიდეს სურვილი ღმერთთან ურთიერთობის და როგორ არ უნდა გინდოდეს ღმერთთან ურთიერთობა, როდესაც დიდ ბედნიერებას გრძნობს, დიდ სიამოვნებას გრძნობს ადამიანი.
მაგრამ თუ ამას არ გრძნობთ, ესე იგი ჩვენშია პრობლემა. იოანე ოქროპირი ბრძანებს, ლოცვის ზალა მუდამჟამ დიდია, მაგრამ როდესაც მარხვასთანაა შეერთებული, სულს უძლიერესად შეიქმს. მაშინ გვაქვს გულის თქმათა სიხარული, სულიერი აღტაცება და სული ზეციურ საგნებს ჭვრეთს. ამიტომაც წმინდა წერილი ლოცვას მუდამ მარხვასთან აერთებს, როგორ და როდის ვყოთ ლოცვა და მარხვა ისმის კითხვა. ხოლო ეს ნათესავი, ანუ ბოროტი მოდგმა, ბოროტი სულები, არარაით განვალს გარნა ლოცვითა და მარხვითა. აგრეთვე ნათქვამია, მაშინ იმარხეს და ილოცეს და დაასხნეს მათზე და ხელნი მათმი. ხედავ, რომ ლოცვა ყველგან მარხვასთანაა შეერთებული. ვინაიდან მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოსცემს ლირა საამურ და დიდებულ ხმას. სიმები მოშვებული როდია, სიხარბით როდია დახსნილ გაბრუებული, არამედ მძლავრია გულის სიტყვა. აღძრულია გონება, სული სიმშვიდითაა სავსე, მხოლოდ ასე უნდა მივიახლოთ ღმერთს და მასთან საუბრისას. ყურადღება მხოლოდ მისკენ კონდეს მიპყრობილი. როდესაც ჩვენი მეგობრებისთვის რაიმე მნიშვნელოვანის თქმა გვსურს, მათ სადმე განმარტოებით შეხვდებით ხოლმე სასაუბროდ. მით უმეტეს ასე უნდა მოვიქცეთ ღმერთთან. ჩავიკეტოთ განცალკევებულ ოთახში და განმყუდროებით ვილოცოთ. მაშინ უეჭველად კეთილად წარემართება ყოველივე. თუ კი ჩვენი სულისათვის სასარგებლოს ვითხოვთ. ლოცვა დიდი სიკეთეა, როდესაც მადლიერებით აღსილი გულითა და სულიერი სისუფთავით აღესრულება. და როგორ უნდა აღივსოს მადლიერებით გული ჩვენი, უნდა ვიღვაწოთ და მივაჩვიოთ საკუთარი თავი, არა მხოლოდ მაშინ იყოს მადლობელი, როდესაც სათხოვარს მიიღებს, არამედ მაშინაც, როცა მის სათხოვარს ღმერთი არ აღასრულებს. ხშირად სათხოვრის აღსრულებას იმიტომ კი არ აყოვნებს, რომ ჩვენი განშორება სურს, არამედ ხანის განგრძობით განამტკიცებს. ჩვენ ხომ ხშირად როგორც კი საწადელს მივახწევთ, მოშურნეთ ლოცვას ვწყვეტთ. ღმერთიც, რომელსაც სურს სიფხიზლე განვამრავლოთ, სასურველის მოცემას აყოვნებს. ანუ უნდა რომ აი ამ მდგომარეობაში დიდი ხანი გვამყოფოს, ლოცვით და მვედრებელ მდგომარეობაში, რომ აი ეს არის ჩვენთვის სასარგებლო. იგივეს იქმან მოსიყვარულე მამებიც თავიანთ გულგრილ შვილებთან, რომელნიც საბავშვო გასართობებს დასდევენ. მამა მრავალჯერ შვილს დიდ საჩუქარს დაჰპირდება, რომ ახლოს გაიჩეროს. ამ საჩუქრის მიცემას ზოგჯერ შეუგვიანებს, ზოგჯერ კი საერთოდაც არ დაასაჩუქრებს. გავისარჯოთ განუწყვეტელი ლოცვით, არა მხოლოდ დღის განმავლობაში, არამედ ღამითაც. ისმინე, რას ამბობს წინასწარმეტყველი, შუა ღამე აღვდეგი აღსარებად შენ და განკითხვათათვის სიმართლისა შენისათა. ეს ადამიანი მეფე გახლდათ დავითი, უამრავი საზრუნავით და ხალხებზე, ქალაქებსა და ერზე ბატონობდა. მშვიდობისთვის ზრუნავდა, ომების დაცხრომისთვის იბრძოდა და 1000 საზრუნავი წუთით არ აძლევდა მოსვენებას. და ეს ადამიანი არამც თუ დღისით ღამითაც ლოცულობდა. თუ კი მეფე, რომელიც განცხრომაში ცხოვრობს, რომელსაც ესოდენი საზრუნავი აქვს, ღამითაც კი არ აძლევს თავს მოსვენებას, არამედ ლოცვას აღასრულებს უდიდესი მოსრაფებით და უმეტესი ყურადღებით, ვიდრე თებში განმარტოებული მოსაგრენი. მითხარ, როგორ გვეპატიება ჩვენ, რომელნიც ესოდენ შვებით ვცხოვრობთ და უზრუნველად ყოფას ვამჯობინებთ. ჩვენ არა მხოლოდ ღამით გვძინავს, არამედ დღისითაც არ ვლოცულობთ და ჩვეულ ლოცვებსაც კი არ აღვასრულებთ ჯეროვნად. ლოცვა დიდი იარაღია, დიადი სამკაული და დაცვა და ნავცაყუდელი და სიკეთე და საგანძური და სიმდიდრე, რომელიც არ ლპება, როდესაც ადამიანთა დახმარება გვჭირდება, ფულის დახარჯვა და მონური პირმოთნეობა საჭირო.
საჭიროა ვიზიტები და თათბირი, რადგან ხშირად ადამიანს არ შეუძლია პირდაპირ ბატონებს ელაპარაკოს. არამედ ჯერ როგორმე მსახური მნე და ბატონის წარმომადგენელს უნდა მოუქონონ თავი. ფულითა და სიტყვით და მაშინღა შეძლებს მათი შუამდგომლობით მიიღოს სასურველი. ღმერთის შემთხვევაში ასე როდი ხდება. იგი თავის მადლს იმდენად მაშინ არ იძლევა, როდესაც სხვები სთხოვენ, რამდენადაც მაშინ, როცა ჩვენ თავად ვევედრებით. იმის და მიუხედავად მივემთხვევით თუ არა ჩვენ სათხოვარს, საზღაურის გარეშე არ ვრჩებით. მაშინ, როცა ადამიანთა შემთხვევაში ხშირად ვზარალდებით მიღების დროსაც და მაშინაც, თუ კი ჩვენ სათხოვარს არ ისმენენ. დიდია ჯილდო და სიმსუბუქე მათვის, ვინც ღმერთს მიახლება. მას ლოცვას ნუ უგულებელს ყოფთ, რადგან ამ დროს შეეტკბობი მას და ესაუბრები მას უმეტესად. ამ დროს გიბოძებს უმეტესად სათხოვარს, როცა შენ თავადაც შესთხოვ, როცა შენი გული სუფთაა, როცა შენი ზრახვები სიხარულითაა სავსე, როდესაც მას გულგრილად კი არ სთხოვ, როგორც მრავალი იქმს, ენით ლოცვის სიტყვებს იტყვიან, სული კი სახლეულში, ბაზარსა და ქუჩებში დაეხეტება. სწორედ ამაშია ეშმაკისეული ცვიერება. მან უწყის, რომ ლოცვისას ცოდვები მოგვეტევება, სურს ლოცვის ნავცაყუდელი დაგვიხშოს. აღიძვრება ამ დროს ჩვენს გონებას ლოცვის სიტყვებისგან განაშორებს, რომ საბოლოოდ ზარალი ვნახოთ და არა ჯილდო. იცი რა, ყოველი ეს ადამიანო, როდესაც ღვთისადმი ლოცულობ, იფიქრე, ვის წინაშე წარსდგები და ვინ არის მომცემელი მადლისა. მიაპყარ მზერა ზეცას და გაიხსენე, ვის ესაუბრები. როცა მავანი ცოტაოდენ პატივცემულ ადამიანთან უბნობს, გულგრილი და განურჩეველიც რომ იყოს, იმ დროს მოიკრებს გონებას და სულს ყურადღებით განიწყობს. რაოდენ მეტი გვმართებს ჩვენ ანგელოზთა უფალთან საუბრისას. ეს იყოს დასაბამი და საბაბი, ყურადღება მოვიკრიბოთ. უნდა ვახსენო სხვა ხერხიც, რომლითაც გულგრილობას გავერიდებით. ხშირად ლოცვას ისე განვასრულებთ, რომ ნათქვამიდან სიტყვასაც ვერ გავიგებთ. დავუფიქრდეთ ამას, ყის შევძინოთ მოსწრაფება. თუ კი იგივე კვლავ დაგვემართება, მესამედ და მეოთხედ გავიმეოროთ და ლოცვას ნუ შევწყვეტთ, ვიდრე მას მთლიანად არ წარმოვთქვამთ სიხარულით ახსილი გონებითა და გულით. როდესაც იხილავს ეშმაკი, რომ ლოცვას არ განვეშორებით, ვიდრე წადიერებითა და სიხარულით სავსე გულითა და გონებით არ წარმოვთქვამთ, იგი მზაკვარი თვით განგვეშორება. ეცოდინება რა, რომ ვერაფერს მოიგებს გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაიძულებს ერთი და იგივე ლოცვა ვიმეოროთ. საყვარელნო, ახლობლებისა და უცნობებისგან მრავალ ჭრილობას ვიღებთ ყოველდღიურად ბაზარში, სახლში საჯარო საქმეებისგან, პირადი ამბებისგან. დღეს კიდე განსაკუთრებულად არის პირადი ამბები, ამბების სიჭარბე, სოციალური ქსელების მეშვეობით, მეგობრებისგან. ამ ჭრილობებს დაეწამალი ლოცვის ჟამს მოვუძებნოთ. ღმერთს ძალუც, თუ კი მის წინაშე წარსდგებით, სიხარულით ახსილი გონებით, მისი სურვილით ანთებული სულით, გულმხურვალედ ვითხოვთ შენდობას, ყოველ შეცოდებას შეგვინდობს, რომელსაცა და მივემთხვივნეთ ჩვენ ყოველნი მადლითა და კაცთმოყარევითა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსაც ჩვენის დიდება და უფლება აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე